ბოდიში გახდა პირველ საათი მოგესალმებით. მე მგონი ერთი წუთი დაველოდოთ გვერდდებიან კიდე დამსწრეები და ერთ წუთში დავიწყოთ. პრინციპში ალბათ ჯობია დავიწყოთ და კიდე დამატებით შემოგვერდდებიან დამსწრეები. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში, ტერაბანკის სახელით, გაგეცნობით, მე ვარ ბექა ბიბილაშვილი, ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს განყოფილების უფროსის მოადგილე. დღეს ვიკრიბებით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც არის მწვანე დაფინანსება, რაც მოიცავს ეროვნული ბანკის ტაქსონომიის კრიტერიუმებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე საუბარს, ასევე სააგენტოს აწარმოებს საქართველოს სუბსიდირებულ და საგრანტო პროგრამებზე ხელმისაწვდომობას განვიხილავთ დღეს. მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კომბინირება გრადი და ენერგოეფექტური დაფინანსების ფინანსურ სარგებელთან. მაგალითად, როგორ გავაკეთოთ ინვესტიციები ენერგოეფექტურ დანადგარებში, ენერგოეფექტურ მშენებლობაში, ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე და როგორ მივიღოთ ამაზე დამატებითი სარგებელი. დღეს ჩვენი სტუმრები გაგვიზიარებენ სასარგებლო და პრაქტიკულ ინფორმაციას, როგორიც არის პირველი თუ როგორ მუშაობს მწვანე ტაქსონომია, ვისაუბრებთ მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებზე. ასევე რა ახალი შესაძლებლობები არსებობს ბიზნესისთვის სუბსიდიების და საგრანტო მიმართულებებით, ამ თემასაც აუცილებლად დავფარავთ და დამატებით ასევე ვისაუბრებთ საბანკო სექტორის და სახელმწიფოს როლზე ეკოინვესტიციების განვითარებაში ზოგადად. სანამ უშუალოდ ვებინარის ძირითად საკითხებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ ტერაბანკი უკვე 20 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერაში, რადგანაც ეს არის ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული მიმართულება და მათ შორის მწვანე დაფინანსება და მდგრადი დაფინანსებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ახალ ტენდენციებს ავუგოთ მხარი. ამ მიმართულებით ტერაბანკმა ბოლო წლებში გაატარა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ალბათ ერთ-ერთს გამოვყოფდი. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელებული პროგრამა, რომელიც გრძელდებოდა 14 თვის განმავლობაში და რის შედეგადაც ბანკში შევქმნით კლიმატური რისკების, მართვის და მწვანე დაფინანსების ჩარჩო, რათა ბანკმა უკეთ განმოვითაროს მწვანე დაფინანსების მიმართულება. და აღსანიშნავია, რომ ეს ჩარჩო სრულ თანხვედრაშია, როგორც ეროვნული ბანკის გაიდლაინებთან, ასევე ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებთან. ასევე ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში მოხდა ჩვენი თანამშრომლების, ტერაბანკის თანამშრომლების საკმაოდ სიღრმისეული დატრენინგება მწვანე დაფინანსების მიმართულებით, რადგანაც ჩვენი მიზანია, რომ ყავდეს კვალიფიციური ადამიანები ბანკში, რომლებიც დაეხმარებიან ტერაბანკის პარტნიორ მეწარმეებს ეკოინვესტიციების სწორ დაგეგმვასა და განხორციელებაში. რო შევაჯამო, ტერაბანკი აქტიურად უჭერს ხარს ბიზნესის განვითარებას, ჩვენ თანამშრომლობთ აქტიურად როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სახელმწიფო სააგენტოებთან, რათა ბიზნესისთვის გავზარდოთ სუბსიდირების და საგრანტო პროექტებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შევუწყოთ მწვანე ინვესტიციების დასს ქვეყანაში. ახლა კი სიამოვნებით წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, ქალბატონი სალომე თვალოძე, საქართველოს ეროვნული ბანკის გრადი დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი, სალომე დღეს ისაუბრებს მწვანე ტაქსონომიის შესახებ და შემდეგ ბატონი ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო აწარმოებს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მოგვიყვება უკვე სახელმწიფო პროექტების შესახებ და სუბსიდირების და საგრანტო პროექტებზე, სადაც როგორც ვიცი, ეს ეკო და
მწვანე მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ კარგი ბენეფიტები ექნება მეწყვილს. სალომე, ისმეთ, მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მადლობა წარდგენისთვის და მოწვევისთვის. პირველ რიგში მოდით გავაზიარებ ეკრანს. აი, გამოჩნდა ეკრანი. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, დღეს ჩვენი ვებინარის თემა იქნება მწვანე სესხები, მწვანე ტაქსონომია, მწვანე დაფინანსება, ასე რომ ვთქვათ, ზოგადად. და სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, მინდა აღნიშნო, რომ ეს მიმართულება, რომელსაც ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, მდგრადი დაფინანსების ბაზრებს და მდგრადი ფინანსურ პროდუქტებს უწოდებთ, არის ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ფართო ჩარჩოს ნაწილი, ანუ არ არის მხოლოდ ცალკე მდგომი საკითხი, არამედ ეს არის საკმაოდ რომლის მოსვლით მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ნაწილი, რომელიც ამ მიმართულების გარდა მოიცავს როგორც რისკების მართვას, გამჟღავნებას, ანგარიშგებას, კვალიფიკაციის ზრდას, ზრდის ხელშეწყობას და ასე შემდეგ. და ეს მიმართულება, ასე რომ ვთქვათ, მდგრადი ფინანსური ნაკადები, ან მდგრადი დაფინანსების ბაზის განვითარება ამ ჩარჩოს ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი მიმართულებაა. რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ვებინარის მთავარ თემას, მწვანე სესხებს და მწვანე ტაქსონომიას, მოდით დავიწყოთ მწვანე სესხებზე საუბარი და განსაზღვროთ თუ რა არის მწვანე სესხი. სანამ ოფიციალურ, ასე ვთქვათ, ფორმალურ განმარტებას განვიხილავთ, უფრო მარტივი ენით რო ვთქვათ, მწვანე სესხი ეს არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც სასხებლებისთვის ფინანსური რესურსის წყაროა და ამასთან გარემოზე დადებით ზემოქმედებას უწყობს ხელს. კიდევ უფრო მარტივად რო ვთქვათ, მწვანე სესხები უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა მწვანე პროექტების განსახორციელებლად. მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვსაუბრობთ მწვანე პროექტებზე, ან მწვანე საქმიანობაზე, აქ არის გულისხმება წმინდად, ასე რომ ვთქვათ, ბუნების დაცვის ან საქველმოქმედო საქმიანობები, რომელიც ხშირად, ესე აღიქმება ხოლმე სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბიზნესის მხრიდან, ეს არის რაღაც სოციალური საქველმოქმედო საქმიანობები, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს საქმიანობები, რომლის მთავარი მიზანი არის ფინანსური სარგებლის მიღება, მაგრამ რომელსაც ამასთანავე თან ახლავს დადებითი გავლენა და ზემოქმედება გარემოზე და გარემოს დაცვით მიზნებზე. და რატომ არის, ასე რომ ვთქვათ, და რატომ არის კარგი მწვანე აქტივობის განხორციელება, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მწვანე სესხის აღება, ხო? ეს როგორც ვთქვი, არ არის მხოლოდ მიზანი და შედეგი და ამის ეფექტი არ არის მხოლოდ გარემოზე დადებითი ზემოქმედება. პირველ რიგში ეს უკავშირდება ხარჯების შემცირებას და ეფექტიანობის ზრდას. იქიდან გამომდინარე, რომ მწვანე ტექნოლოგიებში და პრაქტიკებში ინვესტირება მოსალოდნელია და ეს უკვე, ვთქვათ, პრაქტიკიდან დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში მოითხოვს შეიძლება ცოტა უფრო მეტ ინვესტირებას, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ეს რესურსების დაზოგვაში, ხარჯების შემცირებაში და ფინანსური შემოსავლების დაში აისახება და სწორედ ამიტომ ახორციელებენ კომპანიები ამას. მაგალითად, როდესაც საწარმო განიხილავს ენერგოეფექტური დანადგარის შეძენას, აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოახდინოს ენერგიის ხარჯების დაზოგვა, ხო? და რადგან უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ეს ასეთი ტიპის დანადგარები, აქედან გამომდინარე მცირდება ემისიები და ხდება უარყოფითი გავლენის შემცირება გარემოზე და შესაბამისად ასეთი ტიპის აქტივობა ითვლება მწვანედ. მეორე მაგალითი შეგიძლია აქ ვთქვათ, რომ მაგალითად, როდესაც საწარმო ახდენს მზის პანელების და ინსტალაციას, ანუ დაყენებას, აქაც მთავარი მიზანი არის ის, რომ შეამციროს ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯები, გქონდეს ენერგიის თავისი წყარო და ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ იზრდება განახლებადი ენერგიისგან მიღებული ენერგია და ასე ვთქვათ, მცირდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი და ასპექტი ამ კუთხით არის რისკების შემცირება და მიტიგაცია. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური, ფინანსური რისკების წყარო იყოს და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული როგორც ფიზიკურ რისკებთან, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებთან, ასევე დაბალ ეკონომიკაზე გადასვლა, დაბალ ემისიის ეკონომიკაზე გადასვლასთან, რომელსაც ჩვენ თქვა გარდამავლობის რისკებს უწოდებთ. და როდესაც ხდება მწვანე აქტივობებში ინვესტირება, ხდება კლიმატთან და სხვა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული რისკების ან მიტიგაცია, ან ადაპტაცია. და ამის ძალიან კარგი მაგალითია განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა, ხო? როდესაც ფერმერი ახდენს სარწყავი სისტემის ასე რომ ვთქვათ, მონტაჟს, დაყენებას, აქ მთავარი მიზანი ის არის, რომ გვალვისგან დაიცვას მოსავალი, ხო? ეს თავის მხრივ ამ ყველაფერს ასე რომ ვთქვათ, ამით ხდება რისკების შერბილება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სეტყვის დამცავ ბადეებზე და ეს ყველაფერი შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენ მწვანე აქტივობად. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის, რომ სულ უფრო მეტად იზრდება რეგულაციები გარემოსდაცვით საკითხებთან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. იქნება ეს ასეთი გარემოსდაცვითი მიმართულებით რეგულაციების შემოღება თუ ასე რომ ვთქვათ, ნახშირბადის გადასახადი და რაც უფრო ადრე დაიწყებს კერძო სექტორი ამ კუთხით, ამ საკითხების გათვალისწინებას, მით უფრო მომზადებული შეხვდება ამ რეგულაციების ცვლილებას. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ სულ უფრო იზრდება და სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა როგორც მომხმარებლების, ასევე ინვესტორების მხრიდან მწვანე მდგრად ეკო პროდუქტებს და საქმიანობებს და ასეთი ტიპის აქტივობებში ინვესტირება უკვე ხელს უწყობს კომპანიებს, რომ აითვისოს ახალი ბაზრები, ან გარკვეული ნიშა ბაზარზე და გაზარდოს კონკურენცია, თავიანთი კონკურენტუნარიანობა, უпростоრად და ასევე ეს ხშირად მწვანე აქტივობები დაკავშირებულია ინოვაციებთან, რაც ასევე ხელს უწყობს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საწარმოებს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, იმიტომ ქვია მწვანე, რომ ამ ყველაფერთან ერთად აქვს დადებითი გავლენა და ზემოქმედება გარემოზე და ამით კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ, როგორც ქვეყნის გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ასევე ასე რომ ვთქვათ, უფრო ფართოდ აჩვენონ თავიანთი მაღალი სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ეს რაც თავის მხრივ თავიანთ რეპუტაციაზე აისახება. ძალიან რო არ გამიგრძელდეს, ჩამოვთვალეთ რატომ არის ხო კარგი, რა არის მწვანე აქტივობები. ეხლა და რაღაც მაგალითებიც მოვიყვანეთ, მაგრამ უფრო კონკრეტულად. რომელი აქტივობები შეიძლება ჩავთვალოთ მწვანედ? მხოლოდ აქტივობის ჩამონათვალი არის საკმარისი, თუ რამე დამატებითი კრიტერიუმი არის ამისთვის საჭირო. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ თუ არ შევთანხმდით საერთო კლასიფიკაციის სისტემაზე ან საერთო განმარტებაზე, მივიღებთ იმას, რომ სხვადასხვა კომპანიები თუ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები გამოიყენებენ განსხვავებულ განმარტებებს, ეს კი საბოლოოდ აისახება გაურკვევლობაში, ინვესტორთა ნდობის შემცირებაში, ეგრეთ წოდებულ green washing-ის რისკის ზრდაში და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით, როდესაც გაიზარდა ინტერესი ასეთი ტიპის ინვესტიციების და საქმიანობების მიმართულებით, გაჩნდა საჭიროება, რომ ყოფილიყო შემოღებულიყო საერთო განმარტება, ანუ რასაც უძახით, ასე რომ ვთქვათ, მდგრადი დაფინანსების სფეროში ტაქსონომია, ანუ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ან მწვანე ტაქსონომია. და ეს განსაკუთრებით ასე რომ ვთქვათ, საყურადღებო იყო 2019-2018 წლებში და ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი ტაქსონომიების შემუშავება და დღესდღეობით დაახლოებით 50-ზე მეტი ტაქსონომია არსებობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ანუ ქვეყნების თავიანთი მიზნების მიხედვით შემუშავებული და კიდევ ბევრი ქვეყანა არის ტაქსონომიის შემუშავების პროცესში. ჩვენც როგორც ჩვენი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ნაწილი 2020 წელს დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და 22 წელს გამოვაქვეყნეთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის ჩარჩო, რომელიც რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს. პირველი თავად მწვანე და სოციალურ ტაქსონომიას, მეორე ეს არის ტაქსონომიის რეგულაცია, რომელსაც ვუძახით, ანუ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით ცესხების კლასიფიკაციის და ანგარიშგების წესი და ბოლო ეს სულ ახალი მიღებული რეგულაცია, რომელიც უკვე ობლიგაციების გამოშვებას ეხება.
ანუ ეს არის პაკეტი, ასე რომ ვთქვათ, და თვითონ ეს მწვანე ტაქსონომია არის ცალკე მდგომი პროდუქტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. პირველი მთავარი გამოყენება, რაც იყო, ეს არის მწვანე სესხის განმარტების შემოღება. ეხლა გამოვიყენეთ ობლიგაციების რეგულაციის შემუშავებაში და ასევე გვიხარია, რომ აწარმოეს საქართველომ მათი პროგრამის, სპეციალური პროგრამის შემუშავებისთვისაც სწორედ ეს მწვანე ტაქსონომია გამოიყენა. მაგრამ მოდით კონკრეტულად ვთქვათ, რას გულისხმობს. ტაქსონომია ცოტა ისეთი სიტყვა არის, მაგრამ ტაქსონომია ეს არის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ ეკონომიკურ აქტივობებს, რომელსაც დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტები აქვს და შესაბამისად მწვანე ტაქსონომია ეს არის მწვანე აქტივობების კლასიფიკაციის სისტემა, ხოლო სოციალური აქტივობების კლასიფიკაციის სისტემა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის გარკვეულწილად კატალოგი აქტივობების, მაგრამ თავისი შესაბამისი კრიტერიუმებით, იმიტომ რომ მხოლოდ კონკრეტული აქტივობა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი, რომ ჩავთვალოთ მწვანეთ, მას უნდა ჰქონდეს, მან უნდა დააკმაყოფილოს დამატებითი ტექნიკური კრიტერიუმი იმისთვის, რომ შევძლოთ, რომ მწვანეთ ჩავთვალოთ. მოკლედ შევეხები ძირითად მიზნებს, რატომ შევიმუშავოთ ეს ტაქსონომია, ნაწილს უკვე შევეხე, ანუ ჩვენი გადმოსახედიდან, როგორც ცენტრალური ბანკიდან, მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებას და ამისთვის საჭირო იყო ის, რომ ქონოდა საერთო მწვანე სესხების განმარტება ქვეყანაში, რომ ყველა ბანკს საერთო განმარტება გამოეყენებინა, ასევე მოგვეხდინა მწვანე სესხების ანგარიშგება, რომელიც მნიშვნელოვანია იმის, რომ პირველში გავზომოთ რა მოცულობის ფინანსური რესურსები მიემართება მდგრადი და მწვანე მიმართულებით და ასევე დავაკვირდეთ პროგრესს. აქ დამატებით არის რისკების მართვის საკითხი, greenwashing-ის რისკების შემცირება და სხვა. ჩვენ შემთხვევაში თქვენი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება ორი ნაწილისგან, მწვანე ტაქსონომია და სოციალური ტაქსონომია. როგორც ვახსენეს, მწვანე არის ისეთი აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც გარემოსდაცვით მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს, სოციალური ტერმინიდან გამომდინარე უკვე სოციალური მიზნების მიღწევას იმ აქტივობის ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც სოციალური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს. და თუ გვაქვს გადაფარვა, ასეთი ტიპის აქტივობებს შეგვიძლია უწოდოთ მდგრადი აქტივობები. თუმცა დღეს უფრო მეტად სწორედ მწვანე ტაქსონომიაზე გავამახვილებ ყურადღებას და აქვე ვახსენებ, რომ ხშირად ვახსენებ დღეს გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნები. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მიზნებში? ხომ გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ ჩვენ გულისხმობთ ისეთ საკითხებს, როგორც არის კლიმატის ცვლილების მიტიგაცია, ადაპტაცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და სხვა, ხოლო სოციალური მიზნების ქვეშ მოიაზრება სიგარების შემცირება, განათლება და ჯანდაცვა, ფინანსური ჩართულობა და სხვა. ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ეს თითოეული ტაქსონომია რას მოიცავს, ასე რომ ვთქვათ, მწვანე ტაქსონომია მოიცავს ისეთ 11 ძირითად კატეგორიას და ეს ცითეური კატეგორია იყოფა ქვეკატეგორიებად და შემდგომ უბრალოდ მოიცავს 11 ძირითად კატეგორიას, რომელიც იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად და ჯამში გვაქვს 105 აქტივობა, ანუ 105 მწვანე აქტივობას მოიცავს მწვანე ტაქსონომია, ხოლო სოციალურ ქვეშ შედის 5 ძირითადი კატეგორია, რომელიც თავის მხრივ იყოფა ქვეკატეგორიებად და კატეგორიებად. მწვანეს ქვეშ გვაქვს განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა, წყლის და მდგრადი მართვა, დაბინძურების პრევენცია და კონტროლი, ასევე აქ არის მწვანე ტრანსპორტი, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, იმიტომ რომ საქართველოსთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ასევე არის მშენებლობა და შენობები, მდგრადი მწარმოება და ვაჭრობა და მწვანე სერვისების. საკმაოდ ფართო ჩამონათვალია კატეგორიების, ანუ შევეცადეთ, რომ მოგვეცვა ყველა ის აქტივობა, რომელიც რელევანტური იყო საქართველოსთვის და აქ აღვნიშნავ, რომ ამ ტაქსონომიის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები მიმართულებიდან გამომდინარე, ასევე სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე ფინანსური ინსტიტუტები, ანუ ბანკები თავად
და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ანუ ასე რომ ვთქვათ, სრული ჩართულობით მოხდა ამ კატეგორიების და შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების არჩევა. როგორც აღვნიშნე, ეს ძირითადი კატეგორიები იყოფა კატეგორიებად, მაგალითად განახლებადი ენერგიის ქვეშ გვაქვს ის ენერგია, ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და ასე შემდეგ. მწვანე ტრანსპორტის ქვეშ გვაქვს კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს შენობების ქვეშ ახალი შენობების შემშენებლობა ან არსებულის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. და შემდგომ ეს კატეგორიები იყოფა ქვეკატეგორიებად და ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება სწორედ ქვეკატეგორიების დონეზე. ანუ მხოლოდ ის, რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ის, რომ აქტივობა ან კომპანიის საქმიანობა ეხება აქ ჩამოთვლილ კატეგორიებს არ არის საკმარისი, ამ აქტივობამ უნდა დააკმაყოფილოს დამატებითი ტექნიკური კრიტერიუმი. უფრო კონკრეტულად რო შევხედოთ, ასე გამოიყურება, ასე რომ ვთქვათ, ტაქსონომია, მწვანე ტაქსონომია ამ შემთხვევაში და ჩამონათვალი, მაგალითად, გვაქვს ორი მაგალითი, ერთი ეს არის განახლებადი ენერგია და მეორე ეს არის მდგრადი სოფლის მეურნეობა. როგორც აღვნიშნე, ყველა შემთხვევაში არ გვჭირდება ტექნიკური კრიტერიუმი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს დამატებითი ტექნიკური კრიტერიუმი გვაქვს. მაგალითად, მზის ენერგიის შემთხვევაში ეს თუ არის ისეთი აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს მზის პანელების გამოყენებით ელექტროენერგიის ან გათბობის და გაგრილების კოგენერაციას, ამ შემთხვევაში დამატებითი ტექნიკური კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ არის საჭირო და შეგვიძლია დაუშვათ, რომ ეს აქტივობა არის მწვანე. მაგრამ თუ განვიხილავთ სოფლის მეურნეობას, ამ შემთხვევაში ანუ უნდა გქონდეს ბიოსერტიფიკატი იმისთვის, რომ ეს წარმოება ჩავთვალოთ მწვანედ. სხვა მაგალითებსაც რო შევხედოთ, მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ეს არის ენერგოეფექტურობა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. აქ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ერთ-ერთი არის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება სამრეწველო ობიექტებში. აქ გვაქვს ორ ნაწილად გაყოფილი, ანუ არსებული დანადგარების გაუმჯობესება და აქაც გვაქვს ტექნიკური კრიტერიუმი განსაზღვრული, რომ უნდა უზრუნველყოფდეს სათბური გაზების ემისიების ან ერთეულზე ენერგიის მოხმარების ან რესურსების მინიმუმ 20%-ის შემცირებას, ან აქვე შეიძლება ასევე მოხდეს ისეთი აქტივობები, როგორც ეს ახალი კომპანიის მიერ ახალი დანადგარების შეძენა ან არსებული კომპანიების მიერ ახალი დანადგარების შეძენა, არა ჩანაცვლება, არამედ სრულად ახალი დანადგარის შეძენა და ამ შემთხვევაში ეს დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტურობის უმაღლეს კლასს. აი ეს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ასე რომ ვთქვათ, სავალდებულოდ არ მოითხოვება, რომ ყველა დანადგარს ან პროდუქტს ჰქონდეს ენერგოპასპორტი ან ენერგოეტიკეტი. ეს ცოტა უფრო რთულად დასაიდენტიფიცირებელი აქტივობებია, ამიტომ რასაც უყურებთ, ჯერჯერობით ძალიან ბევრი მწვანე ცესკი ამ მიმართულებით არ გადის, იმიტომ რომ შემოწმება არის ცოტა სირთულესთან და ტექნიკურ სირთულესთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ტექნიკურ დეტალებში უნდა შევიდეთ, რომ დავადგინოთ ეს თუ ის დანადგარი ნამდვილად არის ენერგოეფექტური თუ არა. როდესაც დანადგარს აქვს ენერგოეტიკეტი, ამ შემთხვევაში ეს გაცილებით მარტივია. კიდევ ერთი მაგალითი მინდა ავახსენო, ეს არის კერძო ტრანსპორტი და აღვნიშნო, რომ აქაც მაგალითად თუ არის ელექტროტრანსპორტი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი კრიტერიუმი და ეს ელექტროავტომობილის შეძენა ავტომატურად შეგვიძლია ჩავთვალოთ მწვანე აქტივობად, მაგრამ თუ არის ეს ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილი, ამ შემთხვევაში ის უკვე დამატებით კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ყველა ჰიბრიდული ავტომობილი არ ითვლება მწვანედ. ეს მაგალითი კიდე მას უჩვენებს, რომ ტაქსონომია მოიცავს არა მხოლოდ ისეთ აქტივობებს, რომელიც კომპანიებისთვის არის გათვლილი, არამედ მოიცავს ისეთ აქტივობებსაც, რომელიც, თქვათ, ინდივიდუალური მსახიობებისთვისაც არის ასე რომ ვთქვათ, გათვლილი და განკუთვნილი. ბოლო მაგალითი ეს არის რაც მინდა განვიხილო, ეს არის ეკომეგობრული ბიოპროდუქტების წარმოება.
და აქაც გვაქვს ტექნიკური კრიტერიუმები, რომ ეს პროდუქტების წარმოება უნდა აკმაყოფილებდეს ან ადგილობრივ, ან საერთაშორისო სერტიფიკატს და გააჩნდეს შესაბამისი ეკოეტიკეტი ან სერტიფიკატი და გვაქვს ვთქვათ რამოდენიმე მაგალითი ჩამოთვლილი, რომელი ინსტიტუტებიდან შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ კომპანიამ ეს სერტიფიკატი და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შემთხვევაში, რადგან ეს მნიშვნელოვანია, აქვე გვაქვს ცალკე გამოყოფილი ბიოღვინის წარმოება. ესეც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის მწვანე აქტივობა. დიახ, განვიხილეთ ის აქტივობები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მწვანედ და ეხლა ძალიან მოკლედ მინდა ასევე ვახსენოთ ტაქსონომიის რეგულაცია, რომელიც ტაქსონომიაზე დაყრდნობით განმარტავს მწვანე სესხს. ანუ ოფიციალურად, ფორმალურად, ასე რომ ვთქვათ, რეგულაციის წესის მიხედვით, მწვანე სესხი ეს არის სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ წესის მიხედვით კომერციულ ბანკებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ეს ტერმინი მწვანე სესხი, თუ აქტივობა არ შეესაბამება ტაქსონომით, ანუ რეგულაციით და შესაბამისად ტაქსონომით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ეს ეხება ყველა ბანკს. თუ ეს ხელს უწყობს, რომ ასე რომ ვთქვათ, თავსებადობას და შედარებითობას ბანკებს შორის, იმიტომ რომ თუ ვიცით, რომ ბანკი ამბობს, რომ ეს არის მწვანე სესხი, შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის აქტივობა, რომელთა დასაფინანსებლად ეს სესხი იქნა გაცემული, შეესაბამება მწვანე ტაქსონომიას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბანკებს აქვს ამ მიმართულებით ანგარიშგების მოთხოვნებით, ანუ ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ ინფორმაციას ბანკების მიერ გაცემულ მწვანე სესხებზე და ამ ინფორმაციას დეტალურად ყოველწლიურად ვამოწმებთ. ვამოწმებთ იმას, რომ მწვანე სტატუსის მინიჭება ბანკების მიერ მოხდა სწორად და იმას, რომ ბანკებს აქვს სათანადო დოკუმენტაცია შეგროვილი იმის დასამტკიცებლად, თუ ესა თუ ის აქტივობა აკმაყოფილებს თუ არა ტექნიკურ კრიტერიუმს. ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ბანკი როცა ითხოვს კლიენტისგან დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ დაადასტუროს მიზნობრიობა, დაადასტუროს, რომ ტექნიკური კრიტერიუმი არის დაკმაყოფილებული, ამას ითხოვს საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე და ამას ითხოვს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ამას შემდგომ ბანკს მოვთხოვთ და ვამოწმებთ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ სანდოობა და უზრუნველყოთ ის, რომ ეგრეთ წოდებული green washing-ის რისკები არის მინიმუმამდე შემცირებული და არის ამ კუთხით კონტროლი, რომ ყველას ჰქონდეს სანდოობა იმისა, რომ თუ ბანკმა სესხს დაარქვა მწვანე, ის ნამდვილად არის მწვანე. და არ არის ვთქვათ რაღაცა შეცდომა ამ მიმართულებით. იმიტომ რომ თუ ჩვენ გამოვავლენთ, რომ ბანკი ამ მიმართულება ეს რაღაც შეცდომა მოუვიდა, თუ არასწორად დაარქვა სესხს მწვანე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საზედახედველო ზომები, მათ შორის ფულადი ჯარიმა. ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი ბანკებისთვის, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უყურებენ ამ საკითხს, და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, თუ რამე კითხვები არის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ან სხვა აქტივობის სისწორესთან დაკავშირებით ყოველთვის ვართ, ასე რომ ვთქვათ, კავშირზე ბანკებთან და ვაძლევთ უკავშირს და ვპასუხობთ სანამ, ასე რომ ვთქვათ, მოხდება მწვანე სესხების სტატუსის მინიჭება. აქვე მინდა შევეხო იმ საკითხს, თუ რა დოკუმენტები არის საჭირო დასადასტურებლად, რომ ეს აქტივობა ნამდვილად არის მწვანე და ასევე ტექნიკური კრიტერიუმების დასადასტურებლად. ხო, ეს სრულად დამოკიდებულია აქტივობაზე და დამოკიდებულია ტექნიკურ კრიტერიუმზე. ზოგ შემთხვევაში მხოლოდ, ასე რომ ვთქვათ, ინვოისი შეიძლება იყოს საკმარისი, თუ აქ წარმოდგენილია, ცხადად არის წარმოდგენილი თანხის მოცულობა, ცხადად არის წარმოდგენილი რისის რა პროდუქციის, თქვათ, როგორ ტიპის ენერგოეფექტურობა იყო, თუ ელექტროავტომობილის შეძენა, ცხადად ჩანს, ასე რომ ვთქვათ, ინვოისში, ეგ შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში საკმარისი. მაგალითად, იქ სადაც მოითხოვება ბიოსერტიფიკატი, ამ შემთხვევაში უკვე ბიოსერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს სესხებელმა იმისთვის, რომ დავადასტუროთ, რომ ეს სესხი არის მწვანე. შესაბამისად, ერთი პასუხი არ არსებობს ამ კითხვაზე, დამოკიდებულია აქტივობაზე და დამოკიდებულია შესაბამის ტექნიკურ კრიტერიუმზე. და ბოლოს, რა მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე მწვანე სესხების მიმართულებით, როგორც გითხარით, ჩვენ
ყოველთვიურად ვიღებთ ინფორმაციას ბანკებისგან მწვანე პორტფელის შესახებ. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვანე სესხების მთლიანი მოცულობა არის დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი. აქ ძირითადად და სექტორულ განაწილებას თუ შევხედავთ, 71% უკავია განახლებად ენერგიას და ამ განახლებად ენერგიაში განსაკუთრებით დიდი წილი აქვს ჰიდროენერგიას და ასევე საკმაოდ მაღალი წილი მზის ენერგიას. მაღალი წილი აქვს მწვანე შენობებს და მშენებლობას, ასევე შედარებით მაღალი წილი აქვს მწვანე ტრანსპორტს და სოფლის მეურნეობას. ერთი კომენტარი, სანამ დავასრულებ, ანუ რატომ აქვს განახლებად ენერგიას ამხელა წილი? ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ შედარებით ადვილია ასეთი აქტივობების დაიდენტიფიცირება და ასევე ეს ახლა მოცულობის მიხედვით, რაოდენობის მიხედვით არა, აქ არის მოცულობის მიხედვით წილები და ასევე მაგალითად ჰიდროენერგიაზე გაცემული სესხების მოცულობა გაცილებით დიდია, ვიდრე მაგალითად მწვანე ტრანსპორტზე გაცემული სესხის მოცულობა, შესაბამისად თუ მოცულობის კუთხით შევხედავთ, აქედან გამომდინარე გვაქვს, რომ განახლებად ენერგიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წილი. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო მოკლედ რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის მწვანე სესხებთან და მწვანე ტაქსონომიასთან დაკავშირებით და თუ რამე კითხვები იქნება, აუცილებლად მოიწერებიან მონაწილეები, კი ბატონო და დიდი მადლობა. დიდი მადლობა სალომე, ანუ როგორც თუ სწორედ მივხვდით აი სანამ ლაშას გადავცემ სიტყვას, ანუ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ფაქტიურად და ბევრი საინტერესო საკითხი დავფარეთ, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ დღევანდელ თემასთან კიდე რაც იყო ტაქსონომია და როგორც მივხვდი, ჩვენ თქვით, რომ ტაქსონომია არის კატალოგი, სადაც მოცემულია ეს კრიტერიუმები, რითიც მეწარმეს შეუძლია განსაზღვროს მისი ინვესტიცია არის თუ არა, ჩაითვლება თუ არა მწვანე სესხად და შეიძლება იყოს როგორც თქვით, ანუ ენერგოეფექტური დანადგარები, შეიძლება იყოს თუნდაც განთავსების ობიექტმა შეიძინოს ახალი ელექტროტექნიკა, მაცივრები, სარწყმანქანო კონდიციონერი და თუ აქვს შესაბამისი სერტიფიკატები იმ ტექნიკას. ესეც შეიძლება გავიდეს მწვანეში და მრავალი სხვა და აი ხო უკვე რა ბენეფიტები აქვს დამატებით მწვანეს ფინანსური ბენეფიტები, მაგას უკვე ლაშე მოგიყვება და მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა ბექა. მადლობა ტერაბანკს, როგორც ყოველთვის მოწადინებულია სახელმწიფო პროგრამების ერთობლივად უახორციელებს პროგრამებს და მუდმივად იგრძნობა ტერაბანკისგან, რომ სურს ეს ბენეფიტები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს პროგრამებში და რომელზეც ვისაუბრებ დღეს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ მექანიზმებზე, მუდმივად რომ ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ მეწარმეებს. მადლობა სალომეს დეტალური მნიშვნელოვანი პრეზენტაციისთვის. ვფიქრობ ეს სიახლე, რომელიც ჩვენს პროგრამებშიც ახალი ჩაშვებულია 2025 წლის 1 სექტემბრიდან განახლდა ბიზნეს უნივერსალი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და ზოგადად სანამ გადავალ დღევანდელ პირობებზე ორი სიტყვით შევაჯამებ თუ რას ნიშნავს ბიზნეს უნივერსალი. ბიზნეს უნივერსალი 2021 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. ჯამში რომ შევხედოთ ამ პროექტს, მისი პორტფელი 1.5 მილიარდ ლარს სცილდება, რაც დამერწმუნეთ საკმაოდ დიდი პორტფელია, 2100-ზე მეტი გაცემული სესხი, რომელიც მხარდაჭერილია სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება ახლა მოქმედ იმპლემენტაციაში მყოფ ჩვენს ყველაზე ცნობილ პროგრამას, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას ეძახიან სამწუხაროდ, თუმცა ბიზნეს უნივერსალი, რომელიც არის საკმაოდ კომპლექსური, რომელსაც აქვს ქვეკომპონენტები, რომლის შესახებაც აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა ზუსტად ბიზნეს უნივერსალის ქვეკომპონენტია, თუმცა ჩვენ ძირითად პროგრამის პარამეტრს რო შევხედოთ, 50,000 ლარიდან 10 მილიონ ლარამდე დაახლოებით 150-მდე ეკონომიკურ საქმიანობაში მეწარმეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია ისარგებლოს როგორც თანადაფინანსების მექანიზმით, ასევე ბუნებრივია მასთან თანაკვეთაში მყოფი უზრუნველყოფის მექანიზმით, რომლის შესახებაც ცალკე შემდეგ სლაიდზე ვისაუბრებ, რომელსაც ქვია საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. მაგალითად, ჩვენი მხრიდან მაგალითზე რო გადავიდეთ, ესე ჯობია და რამდენჯერმე უფრო გასაგები არის მაგალითები. კი, ორ მაგალითზე ჩამოყალიბდებით, რომ ახლოს იყოს მწვანესთან, აი მაგალითად ბოლოს თქვი
ბექა განთავსების ობიექტები. აი მაგალითად მე მსურს რომ მოკლევადიანი განთავსების ობიექტი ავაშენო ან გავარემონტო არსებული შენობა ნაგებობა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოს ბაზარზე არსებულს, მათ შორის ბუნებრივია TeraBank-ს და გაიაროთ, ბუნებრივია ის პროცესი, რომელსაც გაივლიდით ისედაც საბანკო პროდუქტის მისაღებად და საბოლოო ჯამში, როდესაც ესხი კრიტერიუმებთან თავსებადობასაც დავადასტურებთ სააგენტოს მხრიდან, ესხი მხარდაჭერილი იქნება ყოველთვიურად იმ ვადით, რა ვადითაც არის ესხი გაცემული რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%. ახლა ამ ფორმულას რო შევხედოთ, მაგალითად თქვენ ბანკმა მოგცათ ესხი 14%-ში, ვთქვათ, ჩვენ ამ შემთხვევაში დავაფინანსებთ 10 წლის ვადით, ჩვენ ამ შემთხვევაში დავაფინანსებთ რეფინანსირების განაკვეთი დღეს გვაქვს 8% და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3% გამოდის 5%-იანი კონტრიბუცია. რაც შეეხება ლიზინგს, აქ 2%-ით უფრო მეტი თანაგადახდის სქემა გვაქვს ჩვენ მხარეს, ვინაიდან და რადგანაც ყველამ ვიცით, რომ ლიზინგი შედარებით უფრო ძვირი პროდუქტია. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, აქ მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ, სადაც კაპიტალური დანახარჯების მოთხოვნა დავწიეთ 20%-მდე. მაგალითად, თქვენ ეხლა განთავსების ობიექტი შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი არ იყოს, თუმცა საოპერაციო დანახარჯებისთვის სასტუმროებს და მსგავსი ტიპის ობიექტებს, მათ შორის რესტორნებს, საკმაოდ დიდი ხარჯი აქვთ და ძირითადად ჩვენ როდესაც გარკვეულ კვლევას ვატარებდით, მათ შორის ბანკებიდან მოსული კომუნიკაცია ყოველთვის იყო კაპიტალური და საბრუნავი საშუალებების პროპორციაზე, იმიტომ რომ ბიზნეს ყოველთვის სჭირდება საოპერაციო ხარჯებისთვის წარმოებებს საკმაოდ დიდი მოთხოვნა ნედლეულზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ცვლილება, რომელიც განხორციელდა და გულისხმობს, რომ თქვა თუ არის სესხი 100,000 ლარიანი, აქ ჩვენ ვითხოვთ აუცილებლად, რომ სესხის 20%, ანუ 20,000 ლარი იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის განკუთვნილი. სესხის ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი შემოვიტანეთ, ეს არის ურთიერთდაკავშირებული მცესხებელთა ჯგუფი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, თუ არის კომპანია, რომელსაც ყავს ურთიერთდაკავშირებული კომპანიები, ამ ჯგუფს 20 მილიონ ლარიანი ლიმიტი აქვს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატია. რაც შეეხება ზომას, ვის შეუძლია რომ აიღოს, აქ ჩვენ გავზარდეთ საწარმოთა შემოსავლის ნაწილი და ვიძახით, რომ 40 მილიონ ლარამდე ბუნებრივია ნულოვანი ახალი სტარტაპის მქონე საწარმოს თუ ბიზნეს შეუძლია მეწარმეს რომ დაარეგისტრიროს, უფრო სწორედ მოითხოვოს აღნიშნულ პროგრამაში ბენეფიტები და ასევე მაქსიმუმი ჭერი არის 50,000 ლარი. ეხლა რაც შეეხება დამატებით წამახალისებელ მექანიზმებზე, დაემატა 5 ქვეკომპონენტი, რომელიც ბიზნეს უნივერსალის ნაწილად არის წარმოდგენილი მთავრობის დადგენილებაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ალბათონი სალომე საუბრობდა, მწვანე ტაქსონომიის ქვეშ, ეს მწვანე სესხის, მწვანე ლიზინგის საგრანტო ნაწილი, ეგრეთ წოდებული cashback-ი, სადაც თქვენ თუ დააკმაყოფილა თქვენმა სესხმა მწვანე ტაქსონომიის პირობები, თქვენ შესაძლებლობა გიჩნდებათ, რომ მიიღოთ, როდესაც დაიხარჯება აღნიშნული მიზნობრივად და წარედგინება სააგენტოს აუდირებული დასკვნა მიზნობრივად ხარჯვის შესახებ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს 15% მაქსიმუმ 200,000 ლარი. თუმცა აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათქმა გვაქვს, თუ არის ქალი დამფუძნებელი მეწარმე, მას უჩნდება 20%-იანი საშუალება, რომ მიიღოს cashback-ი, აქაც მაქსიმუმ 200,000 ლარი. თუმცა აქ ერთი განმასხვავებელია, წეღან ქალბატონი სალომე, მათ ჩვენა მწვანე სესხების წილი და გაშლა იმ მწვანე სესხებში, თუ რომელს აქვს ყველაზე დიდი მოცულობა პორტფელში და ჩვენთანაც ბუნებრივია ახალი უნივერსალის 1 სექტემბრიდან ჩაშვების შემდგომ დაახლოებით 115 მილიონი ლარის სესხი არის დადასტურებული, საიდანაც ნახევარს პოტენციურად შესაძლოა
იყოს ეს ნახევარი ამ პორტფელის ახალი დადასტურებული სესხების მწვანე ტაქსონომიის პრინციპებს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, ანუ უკვე ჩაშვებული პროექტი, რომლის თითქმის ნახევარი შესაძლოა პოტენციურად ეს იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ქალბატონმა საალომემ ახსნა პროცესი მთლიანი თუ რა ტიპის მონიტორინგი ხორციელდება და ასე შემდეგ. ბუნებრივია პირველადად საკმაოდ რთულია როგორც ბანკის მხარეს, ასევე სააგენტოს მხარეს, რომ განსაზღვროთ დეფოლტას, რომ ეს 100%-ით მწვანე სესხი იქნება, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია დასრულებაზე იმ პროექტის, რომელიც შემდგომ ბუნებრივია ეს ვადებში წარმოდგენილი გვაქვს ყველაფერი და 36 თვის ვადაში, როდესაც სესხს აითვისებს, მას უჩნდება ვალდებულება, რომ წარადგინოს აუდირებული დასკვნა. თუმცა ბუნებრივია, მანამდეც აქვს მას საშუალება. განსხვავებული განახლებად ენერგიაში არის განახლებადი ენერგიისთვის აღებული სესხების შემთხვევაში აქ ვიძახით, რომ ჩვენ 10% მაქსიმუმ 100,000 ლარის შესაძლებლობა უჩნდება, რომ მიიღოს. მაგალითად, თუ მეწარმეს სურს მზის პანელების ან ელექტროენერგიის წარმოება მისი რეალიზაციისთვის, ანუ ეს არის მისი მთავარი ძირითადი ბიზნესი, აქ ჩვენ გამოვყავით და თქვით არა 15% და 200,000 ლარი, არამედ 10% და 100,000 ლარი. ამას თავისი ახსნა აქვს და წეღანდელი დიაგრამა, რომელიც აჩვენა ქალბატონმა საალომემ, ეს ცალსახად პასუხობს ამას, იმიტომ რომ პროპორცია, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მათ შორის ჩვენ კვლევაში საკმაოდ დიდი არის. რაც შეეხება შემდგომ რო დავაზუსტო ბარეგამ ჩაგეკითხები, როგორც მივხვდი, ანუ თუ მეწარმე ინვესტიციას გააკეთებს განახლებადი ენერგიის წარმოებაში, რომელიც ასევე მწვანეა, ისე როგორც ენერგოეფექტური, თუმცა მაგალითად მზის პანელებში, ჰიდროელექტროსადგურში განახლებადი წყაროებიდან წარმოებაში ის მიიღებს 10%-ს ან ქალი მეწარმის შემთხვევაში უფრო დიდი 15%-ს აქ არ არის გადატოტანილი ბექრა და ამიტომ მიიღებს cashback-ს 10%-ს, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ სესხი კლასიფიცირდება როგორც მწვანე ან შეიძლება იყოს ენერგოეფექტური ინვესტიციები, მაგალითად, მან უკვე უფრო მეტი არის 15%. რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაქსიმუმ 200,000 ლარი. თუმცა მარტო მწვანე ნაწილი არ აქვს დამატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს აღნიშნულ დამატებით წამახალისებელ მექანიზმებში. ეს არის გაციფრულება, რომელიც საკმაოდ კარგი პროდუქტი არის, თუ მეწარმეს ისევ ავიღოთ მაგალითად განთავსების ობიექტი, მას მეწარმეს სურს 100,000 ლარიანი სესხი, გარდა იმისა, რომ მას შესაძლებლობა უჩნდება, რომ მიიღოს სუბსიდია, ასევე მიიღოს გარანტია 80%-მდე და ამ სესხში თუ აქვს მოაზრებული თავისი პროცესის გაციფრულება, ეს აღნიშნული გაციფრულება მოაზრებულია ბევრ კომპონენტში. შეიძლება პროცესი გააციფრულო, შესაძლოა რაიმე ტიპის ციფრული სერვისი შეიძინო, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს, აუმჯობესებს შენ ბიზნეს პროცესს. აქაც უჩნდება მეწარმეს შესაძლებლობა, რომ 70,000 ლარამდე, მაქსიმუმ 50% კონკრეტულად ამ ნაწილში დახარჯული მიიღოს მან cashback-ით სახით პროექტის ბოლოს. იგივე პროცესი არის გასავლელი კვლევა განვითარების ნაწილში თუ არის დახარჯული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი არის მაღალმთიანი სტატუსის მქონე ლოკაციაზე განხორციელებული საქმიანობა. აქ ავტომატურ მექანიზმში არის ჩაშენებული აღნიშნული ჩვენს აპლიკაციაში, როდესაც გვიგზავნის და კონკრეტული ბანკი, მაგალითად, თქვენ თუ რომელიმე მაღალმთიანი სტატუსის მქონე ლოკაციაზე გსურთ განთავსების ობიექტის აშენება, აქ სუბსიდიის და უზრუნველყოფის გარდა მიიღებთ 10%-იან cashback პროექტის. კი. ბოლო კომპონენტი, რომელიც არ არის ახალი, აღნიშნული საკმაოდ აქტიურად იყენებს სხვათა შორის ტერაბანკი და თუ არ ვსდები პროდუქტებიც ქონდა შექმნილი ამ კომპონენტთან დაკავშირებით და საკმაოდ კარგად მუშაობდა, ეს არის აგროტურისტული ობიექტებისთვის განკუთვნილი სესხი. მეწარმეს, რომელსაც ეს განთავსების ობიექტთან პირდაპირ ბმაშია, აი მაგალითად თქვენ კონკრეტულ
მაგალითად ავიღოთ კახეთი და სოფელ ზემო მაჩხანაში თუ აქვს მას ფერმერული მეურნეობა და აქვს მას მარანი რაიმე ტიპის სხვადასხვა ტიპის ფერმერული მეურნეობა აქ არ არის განსაზღვრული, არ არის მოცემული, რომ აუცილებლად უნდა გააჩნდეს მას მარანი ან აუცილებლად უნდა გქონდეს მრავალწლიანი ისეთი კულტურები, რომელიც მასში უნდა იყოს ამ მარანთან და ასე შემდეგ. მას შეუძლია რომ მიიღოს 500,000 ლარამდე cashback-ი 15% მაქსიმუმ გარდა სუბსიდიისა და უზრუნველყოფისა. გადავიდეთ შემდეგ ერთს დავაზუსტებ არა მაინც წვანე მიმართულებაზე ვაკეთებ უფრო აქცენტს ადრეონელი თემიდან გამომდინარე რომ დავაზუსტოთ თუ სწორად მივხვდი ანუ თუნდაც მთელი სესხი სიტყვაზე მეწამე მაიღოს სესხი 100,000 ლარი წარმოებაში დანადგარების შესაძენად და ნუ ნედლეულისთვის და მიუხედავად იმისა რომ მთელი სესხი არ იქნება ამ შემთხვევაში დახარჯული მწვანე მიმართულებებთან ნედლეული ან შეიძლება გარკვეული დანადგარებით ჩაჯდეს იმ კრიტერიუმში რაზეც ქალბატონ სალომე საუბრობდა რაღაცა ვერ ჩაჯდეს. ამის მიუხედავად მეწამე მაინც მიიღებს cashback-ს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც დადასტურდა. მხოლოდ იმ ნაწილს. მაგალითად 100,000 და რომ 40,000 ლარის დანადგარები იყო მწვანე, რაც კრიტერიუმებს შეესაბამება ტაქსონომის 40,000-ზე მიიღებს, ანუ მეწამე ამ შემთხვევაში cashback-ს და არ არის აუცილებელი, ანუ სრული თანხა დაიხარჯოს 100% მწვანე მიმართულებით, მაინც ამ მწვანე დავაზუსტებ. აქ მეც დავამატებ ერთ თუ შეიძლება განმარტებიდან გამომდინარე და რეპორტინგ ანუ ანგარიშგებას როცა ახდენენ ბანკები იქაც ასეთი მიდგომა მხოლოდ ის ნაწილი უნდა დავაკლასიფიციროთ მწვანე და დაგვირეპორტონ რომელიც შეესაბამა ტაქსონომია შეიძლება ეს უფრო დიდი იყოს და მხოლოდ ნაწილი ხმარდებოდეს მწვანეს არ აქვს ასე პროცენტს რამდენი წილი არის ამ სესხის გაცემული მწვანეზე მხოლოდ მწვანე მიზნებისთვის რაც გამოიყენება იმას შეიძლება უწოდონ მწვანე განმარტებაშიც ესე გვაქვს და რეგულაციაში კი ბატონო მადლობა სალომე მადლობა ახლა გადავიდეთ ჩვენს ერთ-ერთ იმ პროდუქტზე რომელიც ბუნებრივია მასშია სუბსიდირების მექანიზმთან ბიზნეს უნივერსალთან თუმცა ცალკე როგორც პროგრამა რო გავიაროთ, მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, აღნიშნული გულისხმობს 80%-მდე გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან 400-მდე ეკონომიკურ საქმიანობაში და განსხვავებული 400-მდე ეკონომიკური საქმიანობა ძალიან დიდია განსხვავება ეკონომიკური საქმიანობების რაოდენობასთან რაოდენობას რო შევხედოთ ვიდრე ბიზნეს უნივერსალი და ამას თავისი ახსნა აქვს ვინაიდან და რადგანაც აღნიშნულ პროგრამაში თქვენ შეგიძლიათ ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის ნაწილში ასევე გადამამუშავებელი მიმართულებითაც მიიღოთ უზრუნველყოფის მექანიზმით ის ბენეფიტები, აი მაგალითად რომ ახსნათ, თქვენ გსურთ რომ მრავალწლიანი კულტურებში შეხვიდეთ, ახალი ბიზნესი იყოს, თქვენთვის მიბრძანდებით თქვა ტერაბანკში და ითხოვთ აგროკრედიტს მაგალითად მოცვის ბაღის გასაშენებლად თქვენ ასევე შეგიძლიათ რომ მოითხოვოთ აწარმოოს საქართველოში 80%-მდე უზრუნველყოფა და აქაც საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს მეწარმისთვის სახსენებელი ეს არის 100%-იანი ზღვარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის მაგალითად თქვენ სულ 1 მილიონი ლარი მოსვის ბაღის გასაშენებლად როდესაც მიბრძანდებით ბანკში ეს უხეშად რომ დავყოთ ახლა პროპორცია თუმცა ბუნებრივია ყველა სესხი არის ინდივიდუალური და ძირითადად მოლაპარაკების დასრულების შემდგომ ბანკსა და მეწარმეს შორის მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილება სააგენტოს უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, თუმცა როდესაც შეთანხმდება ბანკის და მეწარმეს, აქ თქვენ შეგიძლიათ მილიონ ლარზე იფიქროთ და წარმოადგინოთ და მყარად თქვენ ესაუბროთ ბანკს, ვინაიდან 800,000 ლარიანი უზრუნველყოფა შესაძლებელია, რომ ამ პროგრამაში მიიღოთ და მაქსიმუმ 300,000 ლარიანი უზრუნველყოფა მოგთხოვოთ, ეს არის 100%-იანი ზღვარი, ასევე პროპორცია აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ პირიქით შემოტრიალებულია, რომ შეხედოთ 80% უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის გაწეული, ხოლო 20% საოპერაციო დანახარჯებისთვის. ჩვენ შარშან დავიწყეთ
მიკრომეწარმეობის ხარდაჭერი პროგრამა, ვისაუბრეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, თუმცა მიკრომეწარმეობის ხარდაჭერის პროგრამა მიკროსესხი, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის გაგრძელება ჩვენი სულ პირველი მექანიზმის მიკროგრანტების, შეიძლება აქ დამსის საზოგადოებისთვის იყოს ეს ცნობილი 30,000 ლარამდე გრანტს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნული უკვე დიზაინ შეცვლილი საკმაოდ კარგი ბენეფიტებით წარმოდგენილია ბაზარზე და ჯამში რო შევხედოთ 1300-ზე მეტი სესხი არის გაცემული 60 მილიონ ლარამდე პორტფელს უყრის თავს. მეწარმეს პროცესზე სანამ გადავალ თუ როგორ მიიღო მიკროსესხი, მანამდე ავხსნე პირობებს, იმიტომ რომ პროცესი ცოტა განსხვავებულია აღნიშნული მიკროსესხის მისაღებად. თქვენ შეგიძლიათ 20,000-დან 50,000 ლარამდე მიიღოთ და პლუს 80%-ამდე უზრუნველყოფით. ფაქტობრივად ყველა საქმიანობაში გარდა აკრძალული საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებას გულისხმობდა გადამამუშავებელ წარმოებას, ან ფაქტობრივად ყველა ტიპის საქმიანობაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმუმ 8.5%-ით 20,000 ლარიდან 50,000 ლარამდე 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის პროცენტის სრული სუბსიდირება 5 წლის ვადით ეხება მათ, ვინც არის მაგალითად ქალი მეწარმეები, მაღალმთიანი რეგიონები, ახალი ბიზნესები და მზის კარის ბენეფიციარები, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროგრამის კატეგორიას ფაქტიურად სესხი გამოსდით 0%-ში როგორც კი ბატონო. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს თუ ვის შეუძლია რომ მიიღოს, ეს უნდა იყოს იურიდიული პირი ან მეწარმე, ან ინდივიდუალური მეწარმე ან შპს და მისი წლიური შემოსავალი არ უნდა ცილდებოდეს 500,000 ლარს, ხოლო დამფუძნებლის წლიური შემოსავალი არ უნდა ცილდებოდეს 100,000 ლარს. პროცესი იწყება ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებში, რომელიც 2023 წლიდან ფიზიკური სივრცეებით ემატება მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა 6 ფიზიკური სივრცე გვაქვს, როგორც თბილისში, ასევე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულებში. ეს არის თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და ბუნებრივია ბათუმი და აღნიშნული გრძელდება, რომ ფიზიკური სივრცეები უფრო მეტი გაჩნდეს. მიკროსესხის ბენეფიტის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ Growth Hub Go.ზე, სააგენტო საკონსულტაციო ცენტრის საიტზე. გარდა იმისა, რომ თქვენ პროცესს იწყებთ საკონსულტაციო ცენტრის საიტზე, ძალიან მნიშვნელოვან ბენეფიტებს გთავაზობთ აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრი. ეს არის როგორც საკონსულტაციო მომსახურება, რომლის შესახებაც უფრო ჩაშლილად ქვემოთ ვისაუბრებ, ასევე ეს იქნება ბიზნეს უნარების გაუმჯობესება თუ სხვა და რა თქმა უნდა, საინფორმაციო მომსახურება, რომელიც ეხება ყველა იმ ხარდამჭერ მექანიზმებს, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოში, თქვენ უნდა მიიღოთ ამ ერთ სივრცეში. როდესაც თქვენ მობრძანდებით ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში, თქვენ გაივლით სიღრმისეულ დიაგნოსტიკას. ეს არის დაახლოებით 2-3 საათიანი პროცესი, რომლის შესახებაც მეწარმესა და საკონსულტაციო ცენტრის ექსპერტ შორის მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი იმ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც სურს რომ მონაწილეობა მიიღოს მეწარმემ მიკრომეწარმეობის ხარდაჭერ პროგრამაში. აღნიშნული დიაგნოსტიკის გავლის შემდგომ სრულდება პროცესი სააგენტოს გადაწყვეტილებით, რომ მას ეკუთვნის მიკროსესხის პირობებს აკმაყოფილებს უпростоრად და შემდგომ ბანკებიდან იწყება აღნიშნულ მეწარმესთან კონტაქტი, რომლის დასრულების შემდგომ სააგენტოს ბენეფიტებს იღებს კონკრეტული მეწარმე. რაც შეეხება საკონსულტაციო მომსახურებებს, არსებულ ბიზნესსაც ბუნებრივია შეუძლია ისარგებლოს სააგენტოს საკონსულტაციო სერვისებით და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისები, თუ ფიქრობ 6 სერვისი, 6 მოდული, რომელშიც და გამოყოფდი ორ ყველაზე დიდ, სადაც ძირითად შემთხვევაში მეწარმეები იყენებენ, თუმცა გაყიდვები და მარკეტინგი, საგადასახადო
კითხები, იურიდიული მომსახურება, ფინანსური ბუღალტერია და ბიზნეს მოდელირება და გაციფრულება. აქედან ბუნებრივია ჭარბობს გაყიდვები და მარკეტინგი და ფინანსები და ბუღალტერია და რო შევხედოთ ამ საკონსტიტუციო მომსახურების მასშტაბს 3000-მდე დიაგნოსტიკა არის განხორციელებული საქართველოს მასშტაბით და დაახლოებით 900 სამხრივი ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს 10 მილიონ ლარამდე თანადაფინანსებას ბიზნესისთვის იმ 6 მოდულში, სადაც ჭირდებოდა მხარდაჭერა. ყველა მოდულში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 10000 ლარამდე გრანტი თანადაფინანსება, ხოლო ერთადერთი გამონაკლისი ეს არის გაციფრულების მიმართულება, სადაც 25000 ლარამდე შეგიძლიათ მიიღოთ გრანტი. ეს არის მეწამის სუბიექტის კრიტერიუმებია, რომელიც რეგისტრაციის ვადას გვაჩვენებს და მინიმალურ შემოსავალს. დასაწყისში ვთქვი, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო სერვისები შესაძლებლობა აქვს მიიღოს არსებულ ბიზნესებს, ვინაიდან და რადგანაც მოცულობა და ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, ახალი ბიზნესიდან დაწყებული უკვე არსებული ბიზნესებისთვის, ყველა ბენეფიტი მოცემულია ამ საკონსტიტუციო ცენტრში. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ლაშა, ესეც საინტერესო პრეზენტაციისთვის. ეხლა დამსწრე კი ბატონო ვებინარის დამსწრებს შეუძლიათ მოიწერონ მათი საინტერესო კითხვები Q&A ყოფილებაში და გვექნება დაახლოებით 5 წუთი, 10 წუთი კითხვებზე პასუხის გასაცემად. აი ერთი კითხვა არის უკვე შემოსული, რაც უყურებს სალომე, თქვენთან არის კითხვა. სოციალურ და კი ბატონო, მწვანე ტაქსონომია. პირველ რიგში მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება სოციალურ სესხებს, როცა ეს რეგულაცია შემოვიგეთ, ეტაპობრივად დავიწყეთ, ასე რომ ვთქვათ, დანერგვა და ყოველთვიური ანგარიშგების მოთხოვნები დავიწყეთ მწვანე სესხებზე. იმიტომ რომ ვთქვათ, უფრო დიდი ინტერესი იყო ამ მიმართულებით და პრიორიტეტულად ჩაითვალა. შესაბამისად, ამ ეტაპზე დეტალური მონაცემები გვაქვს მწვანე სესხებზე, არ გვაქვს ასეთი დეტალური მონაცემები სოციალურ სესხებზე ჯერჯერობით, თუმცა ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ და ვხედავთ, გაიზარდა ინტერესი ბანკების მხრიდან სოციალურ სესხების მიმართულებითაც, განსაკუთრებით ეს ლაშამ რაც ახსენა დამატებითი შეღავათების ფონზე, რომელიც გარკვეულწილად შეესაბამება სოციალურ ტაქსონომიასაც, ის კატეგორიები, რომელიც იყო ჩამოთვლილი და საქმიანობები. შესაბამისად, მომდენო წლიდან უკვე გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია სოციალურ სესხებზე. ეხლა ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს მთლიანად ამ გადადაფინანსების ტაქსონომიის გადახედვა, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, რეგულარული პროცესი. თავიდანვე როცა გამოვაქვეყნეთ, თქვით, რომ 3-4 წლის ვადაში ამას გადავხედავდით, იმიტომ რომ იცვლება რეგულაციები ქვეყანაში, იცვლება სტანდარტები, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ეს ყველაფერი და ასევე ვიღეთ გამოცდილება ბანკების მხრიდან, რა არის თქვას უფრო მეტად დასაკონკრეტებელი, რა შეიძლება უკეთესად ჩაიწეროს, რას უფრო მეტი დამატებითი ინფორმაცია ჭირდება, უფრო ცხადი და გასაგები იყოს, ყველა ეს საკითხი ასახვა უნდა მოხდეს და ეს ცვლილებებს გადახედვას დავიწყებთ წელს და გეგმავთ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში უკვე განახლებული ტაქსონომია გვექნება, განვაახლებთ რეგულაციასაც, სადაც უკვე მწვანე სესხებთან ერთად ყოველთვიურ ანგარიშგებას მოვითხოვთ სოციალური მიმართულებითაც. და ისედაც, ასე რომ ვთქვათ, ყოველწლიური ანგარიშგება აქვთ ბანკებს ESG მიმართულებით, რომელიც ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავს. ამ ფორმის განახლების პროცესში ვართ ფაქტიურად დავასრულეთ და იქაც უკვე უფრო დეტალურად იქნება წარმოდგენილი კითხვები სოციალურ სესხებთან დაკავშირებით და ესეც უკვე დაგვეხმარება, რომ სოციალურ სესხების მიმართულებითაც დავიწყოთ მონაცემების შეგროვება. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლიდან უკვე გვექნება ეს სტატისტიკა, რომ ყოველწლიურ ანგარიშშიც გამოვაქვეყნოთ. კი ბატონო სალომე და ბარაღამა კიდე ერთი კითხვა არის თქვენთან ამ მწვანე ობლიგაციებთან დაკავშირებით აინტერესებს ზოგადად სიახლებსაც შეიძლება იხილონ ალბათ დიახ,
სულ ახლახანს გამოქვეყნდა ეს ახალი წესი, რომელიც განსაზღვრავს მწვანე სოციალური მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების და ჩამორთმევის წესებს, ასე რომ ვთქვათ, იმ კომპანიებს, ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვან ასეთი ტიპის ობლიგაციები, უკვე იანვრიდან უნდა იმხელმძღვანელონ ამ რეგულაციით. დეტალურად არის გაწერილი ყველა მოთხოვნა, იქაც საფუძველი არის ჩვენი საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული, თუმცა ასევე არის ნახსენები ეგრეთ წოდებული ექვივალენტური ტაქსონომიები, მათ შორის ევროკავშირის ტაქსონომია, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში როდესაც ხდება ობლიგაციის გამოშვება, ამ შემთხვევაში უკვე მესამე მხარის დასტური არის საჭირო, ანუ ვერიფიკაცია და თქვათ სხვა საერთაშორისო ტაქსონომიების მიხედვით უფრო ადვილად ხდება ამ ვერიფიკაციის მიღება. თუმცა ეს აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტაქსონომია, ასე რომ ვთქვათ, სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თუ უფრო რამე კონკრეტული კითხვა გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. ეს რეგულაცია ხანმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ეს ობლიგაციებთან დაკავშირებული რეგულაცია და იქ არის უკვე განსაზღვრული რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, იქ არის ანგარიშგების მოთხოვნები და ასე შემდეგ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ობლიგაცია გამოუშვეს. დიდი მადლობა სალომე. კითხვებს დაუბრუნდეთ, ლაშა ძირითადად ახლა ეგ შენთან არის რაღაცა კითხვებს გავყვები კითხვებს. ლაშა ბოლქვაძის კითხვას ვუპასუხებ, ბუნებრივია, მხოლოდ მწვანე სესხის cashback ნაწილი ეხება მწვანე ნაწილს მხოლოდ და ეს პირობა არ ვრცელდება, თანადაფინანსების პირობა არ ვრცელდება მხოლოდ მწვანე ნაწილზე, მთლიან სესხზე ვრცელდება. თუ მილიონში არის მწვანე 50,000 ლარი, იმის 50,000 ლარის cashbacks დაიბრუნებს თუ დადასტურდა, ხოლო დანარჩენის სუბსიდია უზრუნველყოფა ბუნებრივია მთლიან მილიონზე გავრცელდება. იმიტომ რომ აუცილებლად უნდა დავადასტუროთ. კი, აუცილებლად ერთი უნდა განვმარტო ბიზნეს უნივერსალში წარმოდგენილი პროექტი უკვე თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის სააგენტოს ხარდამჭერ მექანიზმში ხდება და ესაა დამატებითი წამახალისებელი მექანიზმი თუ დააკმაყოფილა კონკრეტულმა სესხმა. შემდეგი კითხვა არის სტატისტიკა როგორია მოთხოვნილი დაფინანსების სექტორების მოდულების მიხედვით ბანკს განსხვავებულია შეღავათებს. ბუნებრივია გვაქვს და ჩვენ ვაწარმოებთ და ყოველწლიურ ანგარიშებსაც ვდებთ სააგენტოს საიტზე. შეგიძლიათ თქვენ ოფიციალურადაც მოითხოვოთ სააგენტოსგან აღნიშნული რომლის საჯარო ინფორმაციის სკრინინგს როდესაც გაივლის, ბუნებრივია ჩვენ მოგაწოდეთ, იმიტომ რომ ბევრი პერსონალური ინფორმაცია შეიცავს ჩვენთან შემოსული სესხი. საკონსტიტუციო მომსახურება ბუნებრივია ონლაინაც არის და არის ფიზიკური სივრცე თბილის თუ კითხულობთ თბილისი არის მარჯანიშვილის 5 ნომერში, თუმცა ბექა თუ შეძლებ რო growsap.go.g დაწერო, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება ყველასთვის რომ იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის საიტი, სადაც საკონსტიტუციო ცენტრის არა მარტო საკონსტიტუციო ცენტრის სერვისებს მიიღებთ, არამედ ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს არის აუცილებლად საკონსტიტუციო სააგენტოს საკონსტიტუციო წევრი უნდა ბრძანდებოდეთ, რომ მიიღოთ ბენეფიტები, წევრი რო გახდეთ, მარტივი რეგისტრაცია ხორციელდება და შესაბამისად ყოველთვის მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ფიზიკურ რეჟიმში. კიდევ იყო კითხვა თუარსთები. ყველას გავეცე პასუხი. პრინციპში ხო, ანუ აქ შემოსული კითხვები ხო, მე და ხო, კი ბატონო, პრინციპში ეს დავაზუსტებ. საინტერესო კითხვა არის ერთი, ჩემი ბიზნესის სრულად ESG-ს ეხმიანება, მჭირდება დომენის და ჰოსტინგის შეძენა. ბრუნვა დაბალი მაქვს და გრანტი არსებობს რამე აწარმოებში. არ ვიცი ხო, ერთი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, შევძანდეთ growsap.go.g-ზე. გარდა მაგისა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ბიზნეს ბანკირს, რომ სრული ინფორმაცია მიიღოთ.
იმიტომ რომ თქვენი კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ახსენეთ, არ ვიცი დეტალები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმების ქვეშ ექცევა. თუმცა ბუნებრივია მეტი დეტალისთვის სჯობს ან ბიზნეს ბანკირთან გაიაროთ, ან სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის საიტზე, ან ჩვენს ხელხაზზე საკმაოდ ისეთი მოქნილი საკომუნიკაციო არხები გვაქვს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივია სამუშაო პერიოდში საკმაოდ მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას გაგიზიარებენ ჩვენი კონსულტანტები. და ერთი კითხვა ლაშა მეც მე ბარეგან დავაზუსტებდი ამ მწვანე სესხებთან დაკავშირებით ისევ და სხვა კეშბექების ნაწილთან. ანუ ვინ ადასტურებს იმას, რომ სესხი მწვანეა, იმიტომ რომ როგორც თქვით, უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ტაქსონომის კრიტერიუმებს ინვესტიცია და ვინ უნდა დაადასტუროს, რომ ეს ინვესტიცია მწვანეა, იმისთვის რომ მომხმარებელ მეწარმე მიიღოს ეს კეშბექი. რამდენიმე გზა არის მე ვახსენე ყველა აღებული ვალდებულების შემდგომ, როდესაც პროცესი დაიხურება, მეწარმეს უშდება ვალდებულება, რომ აუდირებული დასკვნა წარმოადგინოს და აუდირებული დასკვნის შემადგენელი ნაწილი იქნება აღნიშნულის დადასტურება. არა მარტო, ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული პროცესის ბევრად გამარტივებაზე, ჩვენთვისაც სიახლეა, როგორც ბანკებისთვის, ასევე ჩვენთვის, ამ პროცესის ნაწილის დამუშავება, მათ შორის ეროვნულ ბანკთან კონსულტაციითაც მიმდინარეობს, მათ შორის ქალბატონ სალომესთან, სურს, რომ შევიმუშაოთ ისეთი ტიპის ცნობა, რომელიც მოგცემს საშუალებას როგორც ფინანსურ ინსტიტუტს, როდესაც გასცემს აღნიშნულ ცნობას, მასთან ერთად აუდირებული დასკვნის წარმოდგენა ჯამში კრავს ამ კეშბექის მიღების საშუალებას. ესე რაც ვისაუბრე, ეს შეიძლება რთულად გეჩვენოთ, თუმცა არ არის დამერწმუნეთ რთული. აღნიშნულ პროცესში წლებია ახორციელებს მეწარმეები ახორციელებენ აღნიშნულ პროცესს და არ ახალია მათთვის, როდესაც დაასრულებს ყველა ტრანშის ათვისებას, საკმარისი ტრანშების ათვისებას და გაუშვებს ექსპლუატაციაში კონკრეტულ პროექტს, მას აუდირებული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება უჩნდება და შესაბამისად ის კომპონენტი, რომელიც უნდა დაადასტუროს აუდიტორმა, აღნიშნულ საკითხს ეს ბუნებრივია მუშაობს. აქვე დავამატებ ერთს, ანუ შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ, ძირითადად ვთქვათ, რომ ბანკების ვალდებულებაა რომ დაადასტუროს, ანუ ის რომ კი ბანკმა და როდესაც გვირეპორტებ თუ გასცემს ეს აუცილებლად უნდა მოახდინოს ანგარიშგება ჩვენთან და ეს აქედან გამომდინარე ბანკის ვალდებულებაა რომ შეაფასოს სესხი არის თუ არა მწვანე. თუმცა თუ სესხებელი ამ პროცესში დაეხმარება, ეს გაუადვილებს საქმეს ბანკირს, იმიტომ რომ თავარი არის დოკუმენტაცია, ხო? და ყველაზე რთულად რაც ბანკის უჭირს არის ის რომ მიიღოს დოკუმენტაცია კლიენტისგან და ეხლა როცა რაღაც შეღავათები არის უკვე ამასთან დაკავშირებული, იმედი მაქვს რომ ეს პროცესი გაცილებით გამარტივდება და მზად იქნება კლიენტი რომ თუ სესხებელი რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს ბანკს, რომ მე ბანკმა ადვილად მოახდინოს ამ თუ იმ სესხის სიმწვანის დადასტურება. აქვე მინდა ვთქვა, რომ გავაზიარე ლინკები, ერთი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის, ან ეროვნული ბანკის საიტზე, სადაც არის განთავსებული, არის განთავსებული როგორც PDF-ის ფორმატში, ასევე Excel-ის ფორმატში და იმ კომპანიებს, ვინცაც სურს შეამოწმოს თავიანთი მიმართულება თუ კონკრეტული აქტივობა ვარდება თუ არა და შედის თუ არა მწვანე ტაქსონომიაში, შეუძლიათ ეს გამოიყენონ და გადაამოწმონ ეს რესურსები მარტივ ფორმატშია წარმოდგენილი და ასევე ობლიგაციის წესზე იყო კითხვა და ობლიგაციის წესის ლინკიც არის გაზიარებული ჩატის ქვეშ. მადლობა. ძალიან კარგი. პრინციპში ძირითადად ყველა საინტერესო კითხვა ამოვწურეთ, ანუ რაც იყო, ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით კიდევ ერთხელ ვებინარში მონაწილეობისთვის. ყველა ჩვენს მაყურებელს ასევე დიდი მადლობა დასწრებისთვის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორი მეწარმეები დღევანდელი ინფორმაციის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ მწვანე ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებენ იმ ბევრ სარგებას, რადგან დღეს უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. წარმატებები, მადლობა ნახვამდის. კარგად იყავით.